Это день победы. Каранана. Это день победы. Та-та-та-та-та-та. Это день победы. Да-да-да-да. День победы. Да-да-да-да-да-да. Როდის უნდა დაალაგო სახლი, გოგო, როდის? მე ზეგ დავალაგებ. ზეგ რა ხდება? რა ხდება და ქარია გამოცხადებული, ფანჯრებს გავაღებ და დავაგდება თავისით ყველაფერი. იღვიძებს კვირტი დადგა ხარება, ღმერთს დიდება და თქვენ გახარება, გამრავლება, მოშენება, მომრავლება, ჯანმრთელობა, ყოველი კაის ჩაფიქრებული საქმის წარმატებით შესრულება და ყველაფერი ყველა ემწუჩი მაგ 100-50 ეწნევა. აგერ ყავა დავლია ცოტა ტკბილი ჩაი, გულისცემა მქონდა აჩქარებული, მესასწრაფო არ გამომიძახებია, უფლის იმედა თუ არ. მონები აფად, მონები აფად. მონები. ბიჭი რო გოგოს აკოცებდა შეყვარებულები რო იყვნენ. ეგრე იყო რომ იმ გოგოს თვალად აღარ წაიყვანდა. რატო არ წაიყვანდა? არ წაიყვანდა, იმიტომ როგორც მე მაკოცნა ისე სხვებსაც აკოცნინებსო. ვა. ეგ რატო და იყო? ამხანაგებმა გოგოებმა კიდე იცოდნენ შენ იმასთან არ გაირო გაპამპულავებსო. ელა მომიხოდოთ რა გთხოვთ. ყველა მომიხოდოთ მეგობრებო, გთხოვთ, მიდით. მთელი კლასი გადარეულია, გაკვეთილებს მიშლის, აღარ შემიძლია ქალბატონო ელიკო. არაფერი არ მეკნება. გაჯუმენა, რატომ დამიდე ჭიკარტის კანზე? ნამდვილად ეს იყო? აბა, მაგრამ არ დამინახავს. მამა კაი, დედა კაი. შვილი კაი, ძმა კაი, ყველა კაი, წინაპარი კაი. ვერ გამომიყენე ცხოვრებაში და გამწარდი? დავაი, ჩემი სახელის ხსენება. გეკრძალება იცით რომ აქ მუშაობა ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის? ვიცი, მაგრამ გადასახადებს გადახდა ხო ჭირდება, მშობლებს უნდა დავეხმარო, აბა ფული ხეზე კი არ იზრდება. ვეფხვი ვინ არის პოემაში? ვეფხვი არის ნესტანი. ვეფხის წყალსანი ვინ არის? ვეფხის წყალსანი არის ტარიელი, რომელსაც აცვია ნესტანი. მე ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემთვის სულ ერთია როგორ გამოვიყურები სურათზე. თავარია, კარგად გამოვიყურებოდე კატე, MRT და ეკოსკოპიაზე. პირდაპირ საქმეზე გადავიდე. შენა, ცისკარიშვილი, ხადაგიშვილი, ხვალე დილით, სოფლის ბოლოს ნანგრევებია, 1000 თუმა შეკრიფოთ და იქ ჩამოვარეთ. სადა ბაკათო მოძინა ფული, ჰა? მე მithქვამს და სხვანაირად აი დეილაპარაკები, აი. გაიგე? მე მისმა არაჩვეულებრივმა ხმამ მომხიბლა. ის ანგელოზივით გალობს. მამა პიკა Amigo máquina soltera. Amigo partera. და კიდე დამავიზდა მე თქვა, პატარა რო ვიყავი 50 წლის ქალი მეჩვენებოდა უბებრესად. კი, ეგრე არის. მე აღარ